მოგესალმებით. ამ გაკვეთილების კურსის ფარგლებში ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი ცოდნა C პროგრამირების ენასთან დაკავშირებით. უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში პირველად მომიწია ამ ენასთან შეხება, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ მაშინ ბოლომდე ვერ გავიაზრე მისი მნიშვნელობა და ისიც თუ რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება ყოფილიყო იგი ჩემი პროგრამირების კარიერის განმავლობაში. სწორედ ამიტომ ამ კურსით გადავწყვიტე დავუბრუნდე საწყისებს და ახლიდან თქვენთან ერთად უფრო გააზრებულად შევისწავლო C. ამ კურსში არ დავიწყებ მოყოლას, თუ როდის და ვინ შექმნა C პროგრამირების ენა. იმ შემთხვევაში თუ გაინტერესებთ მისი ისტორია, შეგიძლიათ გაეცნოთ ვიკიპედიის შესაბამის სტატიას ქვემოთ მოცემულ ბმულზე. C წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ დაბალი დონის პროგრამირების ენას, რაც ნიშნავს იმას, რომ პროგრამისტს აქვს უშუალო შეხება კომპიუტერის მეხსიერებასთან. ამ ენაში თქვენ შეგიძლიათ აკონტროლოთ, როგორ ინახება მონაცემები, როგორ მუშაობს მეხსიერება და პრაქტიკულად მართოთ მისი თითოეული ბაიტი. სწორედ ეს თვისება ხდის C-ს უნიკალურს და ძალიან სასარგებლოს მათთვის, ვისაც სურს გაიგოს, როგორ მუშაობს პროგრამა ფარდის უკან და როგორ ურთიერთობს კოდი პირდაპირ კომპიუტერის რესურსებთან. ამ ენის ძლიერ მხარეს წარმოადგენს მისი ეფექტურობა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კომპიუტერის მეხსიერება შეზღუდულია. ეს ენა გვხვდება თითქმის ყველგან, ოპერაციულ სისტემებში, Linux-ი, Windows-ი, მონაცემთა ბაზებში, MySQL, PostgreSQL, SQLite, პროგრამირების ენების ინტერპრეტატორებსა და ძრავებში, ჩაშენებულ სისტემებში, ასევე ბრაუზერებსა და გრაფიკულ ბიბლიოთეკებში, სადაც აუცილებელია მაქსიმალური სიჩქარის და მეხსიერების ეფექტური გამოყენება. C პროგრამირების ენა გვასწავლის არა მხოლოდ კოდის წერას, არამედ სწორ აზროვნებას. იგი გვაიძულებს გავიაზროთ, რა ხდება ფარდის უკან, როგორ ინახება მონაცემები კომპიუტერის მეხსიერებაში, რას ნიშნავს მისამართი, როგორ მუშაობს stack და heap მეხსიერება და რა ფასს ვიხდით თითოეული ოპერაციის შესრულებისას. C-ში მუშაობისას დეველოპერი სწავლობს პასუხისმგებლობას მეხსიერებაზე, მონაცემთა სიცოცხლის ციკლზე და რესურსების მართვაზე, რაც ეხმარება უკეთ გააზრებაში, თუ რატომ მუშაობს ზოგიერთი კოდი სწრაფად, ხოლო ზოგი ნელა. ეს ცოდნა საფუძველს ქმნის სხვა პროგრამირების ენების ღრმად გაგებისთვის და ავითარებს სისტემურ აზროვნებას, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი, ეფექტური და მასშტაბირებადი პროგრამების შესაქმნელად. პროგრამირების ენის შესწავლა მხოლოდ თეორიის კითხვით არ არის ეფექტური, აუცილებელია პრაქტიკა. სწორედ ამიტომ ამ კურსში თეორიას და პრაქტიკას პარალელურად შევისწავლით. როგორც JavaScript-ისა და სხვა პროგრამირების კურსებში, აქაც სწავლა დაიწყება მარტივი მაგალითებით და რეალური კოდის წერით, რათა თითოეული ახალი კონცეფცია მყისიერად გავიმყაროთ პრაქტიკაში. სანამ ჩვენს პირველ C პროგრამას დავწერთ, აუცილებელია მოვამზადოთ სამუშაო გარემო და დავაყენოთ C-ს კომპილატორი, სპეციალური პროგრამა, რომელიც C ენაზე დაწერილ კოდს გარდაქმნის კომპიუტერისთვის გასაგებ, ეგრეთ წოდებულ ბინარულ ფაილად. თუ თქვენი ოპერაციული სისტემა macOS ან Linux-ის ნებისმიერი დისტრიბუციაა, უმეტეს შემთხვევაში C კომპილატორი უკვე წინასწარ არის დაყენებული და დამატებითი ნაბიჯები არ გჭირდებათ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იყენებთ Windows ოპერაციულ სისტემას, კომპილატორის დაყენება საჭირო იქნება ხელით. შესაბამისი ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, სადაც დეტალურად არის აღწერილი თითოეული ნაბიჯი. შემდეგ გაკვეთილში უკვე გადავალთ პრაქტიკაზე და დავწერთ ჩვენს პირველ C პროგრამას, რათა თავიდანვე დავინახოთ, როგორ მუშაობს კოდი რეალურად.